ჩვენ ახლა ვართ სწორედ სოფელ ნახიდურთან, სადაც გუშინ გვიანღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. აქ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სწორედ სოფელ ნახიდურთან არის მარნეული ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. აქ არიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ახლა ამ წუთებში ხდება ნივთმტკიცებულებების დასურათება, დანომრვა და შემდეგ სავარაუდოდ ამას შეფუთავენ და გადაიტანენ საგამოძიებო უწყებაში. აქ არის სხვადასხვა პირადი ნივთი, ასევე ავტომობილების სანომრე ნიშნები არის აქვე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანის მაგალითად სავარაუდოდ სანომრე ნიშანია და ასევე არის ფარიც, ავტომობილის სხვადასხვა ნაწილი, ნამსხვრევები, ასევე როგორც გითხარით პირადი ნივთებით. აქ ექსპერტ კრიმინალისტები დაახლოებით ბოლო 2 საათია რაც ადგილზე იმყოფებიან და როგორც გვეუბნებიან საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. გუშინაც გვიანღამით, როდესაც ადგილზე ვიმყოფებოდით, დაგხვდა ყვითელი ლენტი, თუმცა აი ასე შემოსაზღვრული არ ყოფილა, ისე რომ გადაადგილება გუშინ მაგალითად მარტივად იყო შესაძლებელი და დღეს დილითაც დავინახეთ, რომ მოქალაქეები მათ შორის ამ პერიმეტრზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ჩვენ გამომძიებლებს ვკითხეთ, დავინტერესდით ახლა რა ეტაპზეა, რა საქმიანობენ, რისი აღწერა დასურათება მიმდინარეობს, ან რატომ არ არის მაგალითად თუ აქვთ პასუხი, აქ რაიმე სახის საგზაო ნიშანი, რომ იყოს ლიმიტირებული სიჩქარე, რომ ნებისმიერი ავტომობილის მძღოლი, რომელიც სწორედ ამ გზაზე გადაადგილდება, იცოდეს რა ლიმიტია დაშვებული გადასაადგილებლად. აქ არ არის მაგალითად გარე პერიმეტრზე არც არანაირი კამერა და ჩვენ შევძლებთ აქ დავინახოთ, რომ არის აქ დენის გადამცემი ბოძები, თუმცა ამ ბოძებზე არ არის არანაირი კამერა, რომელიც დააფიქსირებდა მაგალითად ავტომობილების გადაადგილებას ან სიჩქარეს, გადაჭარბებული სიჩქარით ხომ არ მოძრაობენ. აქ არ არის არც ზებრა გადასასვლელი ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან მოპირდაპირე მხარეს არის საკვები ობიექტიც და ეს შეგვიძლია დავინახოთ ახლა. საკვები ობიექტიც არის, მაღაზიაც არის, როგორც ამბობენ აქ ახლოს არის ასევე სკოლაც, თუმცა არანაირი ზებრა გადასასვლელი, რომ ფეხით მოსიარულემ ისარგებლოს და მძღოლმა შედარებით ფრთხილად გაიაროს. აქ ეს არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხეთ საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ამ ყოველ კითხვასთან დაკავშირებით და ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, რაზე აქვთ მათ პასუხები. და საპოლიციო მოქმედებებს ახორციელებთ ახლა შეგიძლიათ გითხრათ. შემთხვევის ადგილს ვათვალიერებთ. შეერაფერი არ მოგვიღია საგამოძიებო მოქმედებებს რაც არ მოხდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერება გუშინ არ მომხდარა და აღრიცხვა რა ხდებოდა? ხელს მიშნით მუშაობაში ვქოდიშთ. ანუ გუშინ არ აგიხსენიათ სიტუაცია. რა საპოლიციო ღონისძიებები ტარდება? საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი გუშინ არ დაგითვალიერებიათ? პრეზიდენტის მიმართით კონკრეტულად. დღეს რა საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებთ? შეგიძლიათ გითხრათ? ჩვენებს თუ იქით? ჩვენ როგორც უკვე გითხარით, სწორედ იმ სოფელთან ვართ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, როგორც გავარკვიეთ, ამოიღეს ასევე ვიდეო ჩანაწერები და წაიღეს აი ამ მაღაზიის მფლობელისგან სწორედ სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერის აპარატურა მთლიანად და შესაბამისად ამოიღებენ კადრებს, სადაც მარტივად იქნება შესაძლებელი იმის დანახვა, რა ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევამდე, რა ხდებოდა მას შემდეგ, როდესაც აქ იყო დაპირისპირება უკვე აქ მყოფებს შორის და იყო მაგალითად ავტომობილების დამსხვრევა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გადმოტრიალებაც და ანგარიშსწორება ფიზიკური ამ ყველაფრის გარჩევა ამ კამერების ჩანაწერების დახმარებით მარტივად იქნება შესაძლებელი და დადგენა და გარკვევა იმის თუ რა ხდებოდა დაპირისპირების დროს. ასევე აქ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და პარალელურად საავადმყოფოსთან, სადაც სწორედ გუშინ ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავებულები არიან გადაყვანილები, არის სპეცრაზმი მობილიზებული. მთლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა შესასვლელ სპეცრაზმი აკონტროლებს, რჩებიან ადგილზე და ყველა შესასვლელთან არის სააპატრულო ეკიპაჟები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და რომ ვეკითხებით რისთვის არიან, პასუხობენ, რომ იმ
იმყოფებიან წესრიგის დასაცავად. აილიან თუ არა რაიმე საფრთხეს გაგრძელებას დაპირისპირების დღეს მეორე დღეს ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. თქვენი მობილიზება რატომ გახდა საჭირო? საზოგადოების წესრიგს ვიცავთ რა. რა არის მყისიერი საფრთხე, რასაც ხედავთ და რის გამო არაფერს საფრთხეს არ ვხედავთ. რა საფრთხეს ხედავთ? მაშინ რატომ ხართ აქ თუ საფრთხეს არ ხედავთ? საზოგადოების წესრიგს ვიცავთ. და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოლოდინი გაქვთ? არაფერი, ამოლოდინება. აბა ასე ყველგან ხომ არ არის სპეცრაზმი და გითხარით რა მიმართეთ პრესეს? რატომ გახდა თქვენი აქ ყოფნა საჭირო? პრესეს მიმართეთ. რა საფრთხეებია, რის გამოც ადგილზე რჩებით? არა მე საფრთხე არ არის. კამერების თანაწილად ავიღოთ ფაქტურები. პატრულმა წაიღო. თბილისი და მოცხალო. პატრულმა როდის წაიღო კამერა? რამე. სამი გულიანი. კი 1 საათამდე. პირველ საათამდე. პირველ საათამდე. გუშინდელი ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი იყო 10 მოქალაქე, მათგან 4 დარჩა ბოლნისის კლინიკაში, 2 რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში და დღეს დილამდე 4 მათგანი რჩებოდა სწორედ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, თუმცა დღეს დილით გავარკვიეთ, რომ 2 მათგანი უკვე გაწერეს და 2 რჩება. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, აქვთ დაშეშილობები, თუმცა ექიმი დამატებითი დეტალური ინფორმაციის მოწვდისგან მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავს იკავებს. ცენტრალურ კლინიკაში სამკურნალო რჩება 2 პაციენტი, სულ იყო მოყვანილი 10. აქედან 2-ის რეფერალური მომსახურება განხორციელდა და გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში. დანარჩენები გავწერეთ. 6 პაციენტი გაეწერა რეკომენდაციით მინაზე ამბულატორიული მკურნალობა. რეფერალებს სჭირდებოდა სპეციალიზირებული მომსახურება, რომლის სერვისით ჩვენ არ აგვაქვს აქ, ამიტომ იქნენ გადაყვანილები. ჩვენთან დარჩენილ 2 პაციენტი ერთი მკურნალობას გადის ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ინტენსიურ განყოფილებაში. სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახალგაზრდა ოჯახებს და ასევე სოფელ ნახიდურს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე სახალხო დამცველმაც მიუსამძიმრა და გაამახვილა ყურადღება საგზაო უსაფრთხოებაზე, რადგან სწორედ მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ ახალგაზრდებს და ნებისმიერ მოქალაქეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.